ეთერშია ბიზნესი რუსთავი ორზე, მე ჟურნალისტი სოფო ხანიშვილი, გრიგა ვარ. ტრადიციულად ვნახოთ როგორია ლარის გაცვლითი კურსი. ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტასთან გამყარდა, სომხური დრამის გარდა აქ მცირედი გაუფასურება გვაქვს. დეტალურად ოფიციალური გაცვლითი კურსი ასეთია: 1 დოლარი 2 ლარი და 70 თეთრი ღირს, ევრო 3 ლარი და 14 თეთრი, 1 თურქული ლირა 6 თეთრად ივაჭრება, 100 რუბლის ფასიკი 3 ლარი და 51 თეთრია. 1 აზერბაიჯანული მანათი 1 ლარი და 59 თეთრი ღირს, 1000 სომხური დრამი 7 ლარი და 7 თეთრი. 2025 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაცია საქართველოში 0.4%-ით, ხოლო წლიურად 4.8%-ით გაიზარდა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ტრადიციულად მოახდინა ფასების ცვლილებას შემდეგ ჯგუფებზე. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.3%-ით, ფასები გაძვირებულია ყველა პროდუქტზე, რასაც დაინახავთ ახლა გრაფიკაზე ჩამონათვალის სახით და ხედავთ უკვე. რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფს, აქ ფასები მომატებულია 8%-ით. ამ შემთხვევაში ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების, საავადმყოფოების მომსახურების და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფებზე. რაც შეეხება ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფს, აქ ფასები 4.4%-ით გაძვირდა. საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით წინა თვესთან შედარებით 213.2 მილიონი ამერიკული დოლარით გაიზარდა და 5.8 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. წლიურ ჭრილში რომ შევხედოთ, რეზერვები 1.7 მილიარდი დოლარით, ანუ 41%-ით არის გაზრდილი. ასეთია ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკა. სების ინფორმაციით, რეზერვების მატება სავალუტო ბაზარზე დოლარის შესყიდვებს უკავშირდება. სავალუტო შესყიდვების დეტალური სტატისტიკა 25 დეკემბერს გამოქვეყნდება. ასევე საინტერესოა ისიც, რომ დოლარის შესყიდვის გარდა რეზერვების ზრდა წელს ოქროს ღირებულების მკვეთრმა მატებამაც განაპირობა. ეროვნულმა ბანკმა 7.2 ტონა ოქრო 2024 წლის გაზაფხულზე 500 მილიონ დოლარად იყიდა, ეს მარაგი ამჟამად უკვე 961.8 მილიონი დოლარი. შესაბამისად, ოქროს გაძვირებით სებმა 462 მილიონი დოლარის სარგებელი მიიღო. პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 90% გაყიდულია, უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განმარტებებით გაიყიდა. ასეთია გალთენ თაგარდის კვლევის შედეგი, რომელიც დეველოპერების ნოემბერში ჩატარებულ სისტემურ გამოკითხვას ეფუძნება. გამოკითხვა მოიცავდა 100-ზე მეტ მშენებარე საცხოვრებელ პროექტს თბილისში. მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2025 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 0.3%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურად 4.3%-ით. 2022 წლის თებერვალთან შედარებით კი მშენებლობის ღირებულების ინდექსი 25.2%-ით მომატებული. დეტალურად რომ შევხედოთ, საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.2%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 6.1%-ით. არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან გაიზარდა 1.3%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.9%-ით. სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.3%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1.4%-ით. წლიურ ჭრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.2%-იანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 5.2%-იანი ზრდით. ნელ-ნელა უკვე ვუახლოვდებით წლის ბოლოს და შესაბამისად შეჯამებების ეტაპიც დაგვიდგა. დღეს ერთ-ერთ სექტორს მიმართულება შევაჯამებთ, რაც ძალიან აქტუალურია ტექნოლოგიურ ეპოქაში. საინტერესოა, როგორი იყო 2025 წელი საქართველოს სტარტაპ, ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის, როგორ ასრულებს წელს ჯიტა და რა გეგმებით ხვდება ორგანიზაცია 2026 წელს. ამ თემებზე და არა მხოლოდ ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია საქართველოს ინოვაციური
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე. მოგესალმებით ავთო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით სოფო, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. შეჯამებით დავიწყოთ, მაინც ესეთი შესავალი იყო, რომ თან ბოლოსკენ ვართ უკვე წლის. როგორი იყო ეს წელი ინოვაციებისთვის, ტექნოლოგიებისთვის და შემდეგ უკვე დეტალებში ჩავიდეთ. აი რითი იყო გამორჩეული თუ დაგამახსოვრდათ რამე გამოკვეთილი პროექტი? პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს იყო ძალიან ბევრი სიახლეები და ხუნძლული წელი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემა ჯერ კიდევ ადრეული ეტაპის ეკოსისტემაა. 10 წლეულები ჭირდება მოგეხსენებათ ეკოსისტემის შექმნას და საქართველოს პირველი 10 წლეული დაითვალა მხოლოდ. შესაბამისად ჩვენ ჯერ ახალგაზრდა ორგანიზმი ვართ მსოფლიო გლობალურ ინოვაციურ ეკოსისტემაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეხლა შევედით სკოლაში უკვე და ძალიან საინტერესო არის ის, რომ ინტერესი ჩვენი ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემასადმი 10 მაგად არის გაზრდილი და ჩვენ ამას ვხედავთ ყველა სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, როდესაც 2 წლის წინ ჩვენ პორტუგალიაში Web Summit-ზე საქართველოს ჰქონდა country pavilion წარმოდგენილი და ცალკე გავაკეთეთ მიღება საქართველოს სახელით დაახლოებით 100 ასოცი ადამიანი იყო მოსული, რომელსაც წელსაც ველოდებოდით 150 ადამიანს, როდესაც 400 ადამიანს გადააჭარბა საქართველოს ცალკე ღონისძიებაზე მოსული და ყველა იყო დაინტერესებული საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემით. ზოგი იყო სტარტაპი, რომელსაც უნდოდა საქართველოში გადმოტანა თავისი ოპერაციები, ზოგი იყო ინვესტორი, რომელსაც აინტერესებდა საქართველოში ინვესტირებით, საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემაში ინვესტირებით და ეს არის იმ მიზანმიმართული, ასე ვთქვათ, მუშაობის შედეგი, რომელიც საქართველოს მთავრობა ხორციელებს ინოვაციური ეკოსისტემისადმი. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 2025 წელს. პირველ რიგში ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ დავხურეთ საგრანტო პროგრამა და 4 საერთაშორისო წამყვან ტოპ აქსელერატორთან ხელი მოვაწერეთ კონტრაქტს სექტემბერში, რაც უზრუნველყოფს, რომ უკვე 2026 წლიდან თითოეულ სტარტაპს ექნება შესაძლებლობა არა მარტო დაფინანსება მიიღოს ჩვენგან, არამედ სრული მასშტაბის აქსელერაცია გაიაროს თან ტოპ აქსელერატორებთან. რატო აღვნიშნავ ტოპ აქსელერატორი? რატო არის მნიშვნელოვანი, ხო? ანუ აქ არის არა მარტო სწავლების კომპონენტი, არამედ იმ ესე ვთქვათ კავშირები, connection-ი, რაც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში და აზიაში უდიდესი აქვს ამ აქსელერატორებს და ქართული სტარტაპებისთვის გვინდა ვთქვათ, რომ გლობალური ბაზრებზე კარები არის გახსნილი, რომ თუ ისინი ქმნიან ისეთ პროდუქტს, რომელიც არის კონკურენტუნარიანი გლობალურ ბაზარზე, მათ ბევრად გაუმარტივდებათ მონახონ საჭირო ადამიანები და მიაწვდინონ თავიანთი პროდუქტი ყველა იმ კორპორაციებს, მცირე ბიზნესს თუ ინდივიდებს, რომლისთვისაც არის შექმნილი ეს ინოვაციური პროდუქტი, რომელსაც ქართული სტარტაპები ქმნიან. ბატონო ავთო, თქვენ აღნიშნეთ, რომ აი რაოდენობრივად ინტერესი გაიზარდა. ასევე აღნიშნეთ, რომ 10 წელი, პრინციპში 10 წელი გაიარა ამ ახალმა ეკოსისტემამ და ძალიან ახალგაზრდა. რაოდენობრივად მზარდია, უნდა შეიქმნას კონკურენტუნარიანი და გლობალურად კონკურენტუნარიანი სტარტაპები. აი 2025 წელსში გამოიკვეთა თუ არა ისეთი რომელიმე სტარტაპი, ან სტარტაპები, რომლებმაც შეიძლება ეს მასშტაბირება და კონკურენტუნარიანობა ძალიან ფართო მასშტაბებზე გაიტანონ მართლაც. აი ამ კუთხითაც ხომ არ იყო ვთქვათ ის მხარდაჭერა, რაც თქვენ აღნიშნეთ, რაც კეთდება ხო ამ სტარტაპების ხარისხობრივი ზრდისთვის. ითარგმნება თუ არა მათ ხარისხობრივ ზრდაში? კი ბატონო. აი მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად არ მიყვარს რომელიმე სტარტაპის გამოყოფა, იმიტომ რომ მე წინთ ხოლმე რომ აი რატო ვერ მახსენე და ასე შემდეგ. ჯამში გეტყვით რომ მაგალითად მარტო 2025 წელს კერძო ფინანსური სარგებელი სტარტაპების დაგენერირებული 200 მილიონით გაიზარდა. მთელი ამ წელს განმავლობაში იყო 500 მილიონი, უკვე გახდა 700 მილიონი. შესაბამისად, ჩვენ ძალიან თვალნათლივ ვხედავთ იმ ზრდას, რომელიც ეკონომიკაში ამ სტარტაპებს მოაქვთ. ასევე სამუშაო ადგილების ნაწილში, როდესაც 3000-მდე იყო დასაქმებული, უკვე 4000 გადააჭარბა. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული სტარტაპები იზრდებიან, ვითარდებიან, გადიან გლობალურ ბაზარზე, ასევე გაიზარდა გეოგრაფიული არეალი მკაფიოდ და ქართული სტარტაპები კიდევ უფრო ბევრ საერთაშორისო ახალ ბაზრებს ითვისებენ და ჩვენ ამას ვხედავთ უკვე ქართულ ეკონომიკაში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აქამდე ძალიან ვიწრო დაისახებოდა ეს ზოგადად უბრალოდ სტარტაპ ეკოსისტემაზე, ჩვენ ახლა ამას ვხედავთ იგივე ქართულ ეკონომიკაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ზრდა მოხდა ზოგადად IT ინდუსტრიაში, რომელსაც ასევე ძალიან დიდ მხარდაჭერას უცხადებთ და 2025 წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ზრდა იყო და ზოგადად მინდა გითხრათ, რომ მაგალითად რო შევადაროთ
საწყის წერტილს 2021 წელს, სანამ ჩვენ IT ეკოსისტემასთან მიმართებით საუბრობ, საწყისი 2021 წელი, როდესაც ჩვენ მთავრობამ ახალი საგადასახადო რეფორმა შევემუშავეთ საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, ექსპორტის წილი IT პროდუქტების იყო 0.1%. დღეს არის უკვე 7% თლიან ექსპორტში, ხოლო რა ქვია, მომსახურების სფეროში 17%. ანუ ეს არის უკვე ლიდერი ექსპორტის მიმართულებით. ასევე თლიან შიდა პროდუქტში იყო 0.5%, თლიანად IT ეკოსისტემის როლი. ეხლა არის 5% და 10-ჯერ არის გაზრდილი რეალურად იმისი, რა ქვია, თვითონ როლი და 20-ჯერ არის გაზრდილი თლიანად ნომინალური ღირებულებით თლიან შიდა პროდუქტში IT კომპანიების მიერ დაგენერირებული შემოსავალი. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ უკვე რამდენად მნიშვნელოვანი ქართული ეკონომიკის ნაწილია. ასევე საშუალო ხელფასი თლიანად IT სექტორში 3-ჯერ აღემატება საშუალო ხელფასს ჩვენს ქვეყანაში. საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში კი 5-ჯერ აღემატება. და ჩვენ 170-ზე მეტი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია უზრუნველყოფთ, რომ ქვეყანაში შემოგვეყვანა, რომელმაც 10,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნეს. მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის ის, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც საუბრობდით, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება, სწორედ ამას გულისხმობთ, რომ ეს ქმნის ღირსეულ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია. რადგან დროში ვართ შეზღუდულები, კი მინდა ძალიან ბევრ დეტალში ჩაგეკითხოთ, მაგრამ მინდა მოვასწროს ამ მომავალ გეგმებზე საუბარიც, ამიტომ მინდა კითხოთ, რა ხაზი გაგრძელდება მომავალ წელს. იმ მithumetes იმის ფონზე, რომ ეს წელი ძალიან დატვირთული იყო ცვლილებებით. სტარტაპ ეკოსისტემის მიმართულებით მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს 4 აქსელერატორი დაიწყებს სრულად ფუნქციონირებას და ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ გლობალურ ბაზარზე უფრო სწრაფად გავიდნენ ჩვენი ინოვაციური სტარტაპები, კიდევ უფრო მეტი ინვესტიციები მოიცნონ ქვეყანაში, მეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. გარდა ამისა, საგადასახადო რეჟიმი, რომელიც წელს უკვე ამოქმედდა და უკვე საკმაოდ ბევრი განაცხადი მივიღეთ ქართული ინოვაციური სტარტაპებისგან, რომელიც მუშაობს და უკვე უახლოეს მომავალში პირველი ქართული სტარტაპი ოფიციალურად მიიღებს ინოვაციური სტარტაპის სტატუსს, რომელიც უზრუნველყოფს 0%-იან საგადასახადო რეჟიმს. ოღონდ ეს სიტყვაზე 0% არ არის, მართლა 0% არის საშემოსავლო გადასახადი ექნება 0 ხელფასი დაქირავებული. ასევე ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება 2026 წელს, რომელიც ფუნდამენტური მნიშვნელობის არის ზოგადად რეგიონალური მასშტაბით ინოვაციური ეკოსისტემის ვიზიდულობის ცენტრი იქნება და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ახალ საინტერესო პროექტი, რომელიც წლის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ამუშავებს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. ძალიან დიდი მადლობა ავთო, არ გვაყოლეს დრო, თუმცა დრო მართლა ძალიან შეზღუდული გვაქვს, კიდევ ვისაუბრებთ. დიდი მადლობა, ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე. ბიზნესი რუსთავიორზე ამით დასრულებულია, გემშვიდობებათ ეს პლატფორმა ზუსტად ერთი კვირი, ჩვენ კი შევხვდებით შუა დღის ეთერში. პარასკევს.